სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის პირველი 2 სემესტრის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად და უპირობოდ დაფარავს. შემდგომ სემესტრებში კი 100%-იანი დაფინანსებისთვის სტუდენტმა თითოეულ საგანში 51%-იანი მინიმალური ნიშნული უნდა გადალახოს. თუ კი აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სწავლის საფასურის 50%-ს გადაიხდის. ამის გარდა სტუდენტ შესაძლებლობა ეძლევა მომდევნო სემესტრში აირჩიოს დამატებითი საგნები და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომლითაც სრულ დაფინანსებას აღიდგენს. ასეთია განათლების მინისტრის პასუხი რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთგვაროვან შეფასებებზე, რომელსაც გივი მიქანაძე დეზინფორმაციას უწოდებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც წელს ამოქმედდება. პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ საკითხზე საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების ანალიზის, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა პირველ კურსელებისთვის სრულად უფასო ხდება. თუმცა ამ შეღავათების შესანარჩუნებლად სტუდენტებს უკვე მესამე სემესტრიდან გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი მომდევნო სემესტრში სწავლის 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებას. ახალი მოდელის მიხედვით სრულ დაფინანსებას ის სტუდენტები შეინარჩუნებენ, რომლებიც დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ს დააგროვებენ. თუ ეს მოთხოვნა ვერ შესრულდება, სწავლის საფასურის ნახევარ სტუდენტი თავად გადაიხდის. დანარჩენ 50%-ს კი სახელმწიფო დააფინანსებს. პირველი 2 სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის რომ მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. იმ შემთხვევაში თუ კი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს შემდეგი სემესტრისთვის, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. ახალი წესები სტუდენტებს დაფინანსების დაბრუნების შესაძლებლობასაც აძლევს. თუ მომდევნო სემესტრში სტუდენტი დამატებით საგნებს აიღებს, საჭირო კრედიტებს დააგროვებს და თითოეულ საგანში მინიმუმ 51%-იან შეფასებას მიიღებს, შემდეგი სემესტრიდან სრული სახელმწიფო დაფინანსება კვლავ აღუდგება. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, იმისთვის რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით მოპოვებული და რა თქმა უნდა სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას. განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებში კორუფციის რისკებს ხედავს განათლების ექსპერტი. შალვა ტაბატაძის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმის გამკვეთრად განსხვავდება. ტაბატაძის თქმით, ეს არის დაფინანსების შერეული მოდელი და არა სრული დაფინანსება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ დაფინანსების დაკარგვის შიშით შესაძლოა ლექტორებმა სტუდენტებისადმი ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინონ, რაც სწავლის ხარისხს მკვეთრად გააუარესებს. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ სტუდენტს იმ ერთეულ შემთხვევაში კი, როდესაც ის თავის ერთ კურსს, რომელიმე კურსს ჩააგდებს, შეუწყება დაფინანსება. რაც გულისხმობს, რომ ეს არა წახალისებაზე ორიენტირებული სისტემაა, რომელიც ხშირად შეიძლება მოტივირებისთვის გამოვიყენოთ, არამედ დაჟაზე ორიენტირებული სისტემაა, რომელიც ჯის სტუდენტს იმ შემთხვევაში თუ რაღაც პირობებში მას მოუწევს ერთი კურსის ჩაბარება ან დაბალი შედეგის მიღება. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი კი რეფორმას დადებითად აფასებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ცვლილება სტუდენტებს უკეთესი აკადემიური შედეგებისკენ წაახალისებს, ხოლო უმაღლესი განათლება სწავლის მსურველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მისივე შეფასებით მსგავსი მოდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე წარმატებით მუშაობს. ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრისთვის საკმაოდ მძიმე თვირთი იყო თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. და მეორე მხრივ წახალისება არის სტუდენტის კარგი სწავლისკენ. ანუ ისწავლი კარგად, მიიღებ შემდგომ სემესტრშიც, შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და არ მგონია რომ ამაზე ვინმე თქვას რომ უსამართლო არის. ეს არის მთელ მსოფლიოში. სტუდენტებისადმი დაწესებული მოთხოვნები რეალისტურად მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანსაც. მისი თქმით, დადგენილი ზღვარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები, რთული დასაძლევი არ იქნება. დეკანი ასევე აღნიშნავს, რომ წელს გაიზარდა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელმაც პირველ არჩევნად სახელმწიფო უნივერსიტეტები მიუთითეს. აღნიშნული სქემა ყველა სტუდენტს აყენებს თანაბარ პირობებში. ყველა სტუდენტს აქვს თანაბარი სასტარტო შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ პირველი წელი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ხოლო დამატებითი სემესტრები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ჩართული სტუდენტი სასწავლო პროცესში. ეს ბარიერი არის აბსოლუტურად მინიმალური და სტუდენტებს არანაირი წინააღმდეგობა ან პრობლემა არ შეექმნებათ სასწავლო კურსების დაძლევასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გეგმავს ელენე კუხტინოვიც. ამბობს, რომ ახალი წესი მისთვის დამატებითი мотиваცია იქნება. მაღალი აკადემიური მოსწრება შეინარჩუნოს და სრული სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლოს. ცვლილებებს დადებითად აფასებს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა სტუდენტების პასუხისმგებლობასა და ცოდნაზეა ორიენტირებული. ეს რეფორმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის დანერგილი. და ხელშეუწყობს ჩემი აზრით სტუდენტის განვითარებას, რომ სტუდენტი იქნება უფრო მეტად ორიენტირებული, რომ სწავლაზე იყოს მობილიზებული და არა მხოლოდ დიპლომზე. კარგი мотиваცია იქნება ეს ბავშვებისთვის, რომ უფრო მეტად ისწავლონ, რადგან არ დაკარგონ სრული დაფინანსება. და ვფიქრობ, რომ ადამიანი, როდესაც უნივერსიტეტში ხვდება, უნდა აანალიზებდეს იმ პასუხისმგებლობას, რომ მან უნდა ისწავლოს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც უნივერსიტეტში მოხვდი და სწავლა არ გინდათ, ყველად არ უნდა გაუზარდო მაშინ სხვა ბავშვებს, ვისაც სწავლა უნდა კონკურენცია. სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების ახალი მოდელი სექტემბრიდან ამოქმედდება. სახელმწიფო დაფინანსება აღარ გავრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძო უნივერსიტეტში გადავლენ. თუმცა, კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის შემთხვევაში, პროგრამის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტს სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება.